რომ ხალხის რაოდენობა და ხალხი არ მიდის და გაბრაზებულები ხალხზე ვერ იქნება, ესე იგი შენ ვერ აკეთებ რაღაცას კარგად, რომ ხალხი მოვიდეს რა. ერთხელ ჩავიტანეთ, ორჯერ ჩავიტანეთ, მე ველოდავდეთ და აუ რა მაგრამ თამაში. რა ცოტა უნდა, ესე ვთქვათ, შემატკივარს, რომ უკვე სიამოვნება მიიღოს რა. ეს რაღაც პატარ-პატარა რაღაც გაელვებები, ეს მთლიანად ვითარებას არ ცვლის, ჩვენ გვინდა ფუნდამენტური ცვლილებები. გამარჯობა, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის განხილვის ბოლო ეპიზოდია, როგორც იცით, ტური დამთავრდა, მთლიანად ჩემპიონატის დამთავრდა, გამოვლინდა ყველა ადგილი და ეხლა ამის განხილვას მოვაწყობთ. სანამ განხილვას დავიწყებთ, ერთი თხოვნა გვაქვს, სამწუხაროდ ტექნიკური შეცდომა მოგვივიდა და ჩვენი პოდკასტის აღწერილობაში მითითებული ანგარიში დონაციისთვის არის რამოდენიმე ციფრის ცნობილებაა და თუ ვინმე მისარგებლეთ ამ ანგარიში და არა ვიდეოში მოცემული QR კოდით ან ვიდეოში მოცემული ანგარიშით, გთხოვთ მოგწეროთ ან Facebook-ზე, ან კომენტარში, რომ ჩვენ შევძლოთ ამ შეცდომის გასწორება. მადლობა იმისთვის, თუ ვინმე ამით ისარგებლეთ და რაღაცა დონაცია გაიღეთ. ხო, ამჟამად ყველაფერი გასწორებულია, ასე რომ ჩვეულებრივად შეგიძლიათ სამივე შესაძლებლობით ისარგებლოთ. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ანგარიშის ნომერს, QR კოდს და გადავიდეთ ახლა უკვე ჩვენი, ესე იგი, ამხელა დიდი ღონისძიების განხილვაზე. პირველ რიგში მინდა მიულოცო რაგბის კავშირს ჩემპიონატის დამთავრება და მოახერხეს ჩვენმა ბორჯვალოსნებმა, მაგრამ პირველ რიგში მე მგონი რაგბის კავშირმა და ისტორია დაწერა. ჩვენი მონაწილეობის განმავლობაში პირველად დავიკავეთ 12 ადგილი და კიდე კაი რომ წლევანდელი ჩემპიონატი 16 გუნდიანი იყო, თორე დავემშვიდობებოდით ამ ჩემპიონატს და მოგვიწევდა ალაფიდან გაგრძელება და ისევ ბრძოლა ამ ელიტაში მოხვედრეს. ეხლა მოდი ცოტა შევეცადოთ სიღრმეს შევიდეთ, მიშა შენც გაქვს რაღაც სათქმელი და ლევანიც გვეტყვის მერე. გავაგრძელოთ. ხო, მე ჩემი სათქმელი პრინციპში ის არის, რომ ეხლა თამაშის კონკრეტულად ამ თამაშის ანალიზს არ შევეცდები, ამას მე მგონი აზრი არ აქვს. აქ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ზოგადად ამ თამაშმაც, ბოლო თამაშმაც და ზოგადად ჩატარებულმა ტურნირმა ძალიან კარგად დაგვანახა, როგორი მდგომარეობაა ქართულ კლუბებში დღეს. არა მარტო ჭაბუკებში, არამედ დიდ გულდებში, კაცთა გულდებშიც. აი მიგმულია ახლა ჭაბუკების მოდიან ისეთი. რასაკვირველია. მე მინდა მოკლედ თქვა რა და პირდაპირ მივმართო მწვრთნელებს, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცი ახლა მაგათ ტყავში ვარ ნაპყოფი და ვიცი როგორი შრომატევადია ეს ყველაფერი და ესე, მაგრამ მე აი ამ ჩემს ასე ვთქვათ მწვრთნელებს, მეგობრებს, კოლეგებს მინდა მივმართო იზრუნეთ განათლებაზე ხალხო. ჩამორჩენა აშკარაა. ჩვენ ქართულ რაგბსა და თანამედროვე რაგბს შორის ძალიან დიდი ჩამორჩენაა, უფსკრულია. და თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ, თქვენ თავად თუ არ იზრუნეთ კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე, არაფერი არ გამოვა მაგ საქმიდან. ბევრი რაღაცეებით ხართ, ასე ვთქვათ, მე დავინახე აქტიურად ჩართულები, მათ შორის როგორი დაფინანსების სისტემა, ფონდი რას მოგვიტანს, ის რას მოგვიტანს, ესეთი დაფინანსების სისტემა ასე შენ. დაფინანსების სისტემა გვიშველის ჩვენ. თუ ჩვენ არ წავიკითხეთ წიგნი და თუ არ გავნათლდით და თუ არ შევხედეთ სხვაგან როგორ ხდება ეს, მე ეხლა როდესაც ვთქვათ გაჩნდება იდეა, გაჩნდება რაღაცა კონცეფცია, კი ბატონო, მე დანარჩენი დაფინანსებები მე უნდა მოერგოს მაგას და ჩვენ ეხლა მივდივართ სხვასვლით, ჯერ დაფინანსებაზე ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ და მე გვინდა რომ დანარჩენი მოვარგოთ ეს და ესე არ გამოდის, ეს არასწორია რა. ჩემი აზრით და გარდა მაგისა რაც შეეხება გასწავლულობას, მწვრთნელთა სტაჟირებებს და ასე შემდეგ.
ნუ ჩვენთან არის ცენტრი, რა თქმა უნდა, სასწავლო ცენტრი, რომელიც მუშაობს უკვე დიდი ხანია გიორგი ჭუმბურიძე პატიოსნად და კომპეტენტურად მუშაობს, მაგრამ ეს ვითარებას ვერ შეცვლის. ფაქტია, რომ საკმარისი არ არის. საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, უკვე მე ზუსტად მაგიტომ ამბობდი თითქმის ყველა ეპიზოდში გია რომ 20-25 წელია ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. ნუ ეს რაღაც პატარ-პატარა რაღაც გაელვებები ეს მთლიანად ვითარებას არ ცვლის, ჩვენ გვინდა ფუნდამენტური ცვლილებები. ამიტომ ნუ ჩემი ასე ვთქვათ, მიმართვა, ასევე მინდა გამოვიყენო ის შესაძლებლობა თუ ვინმე იქიდან გვიყურებს რაგბის კავშირის მენეჯმენტს მინდა ვთხოვო რომ ჩვენ მქონდა თავიდან ესეთი აზრი რომ რაც შეიძლება ხშირად მაღალი ვთქვათ ოფიცრები რაგბის კავშირიდან მოგვეწვია არ ვიცი ახლა ეს პირადად ჩემი აზრია ახლა მომივიდა ეგ აზრი რომ ესე მგონია გია რომ მათი აქ მოწვევა გადაიქცევა ეს 1 საათიანი საკუთარი მუდრის დაცვის რაღაც პრეზენტაცია. არ გონია ეგრე ხდება. ამიტომ მე სიმართლე გითხრა ერთი რაც მაინტერესებს და მინდა მივმართო მათ რა რომ მაინტერესებს როგორც გულშემატკი ვარს ქართული რაგბის გულშემატკი ვარს მაინტერესებს თქვენი ხედვა აი ეხლა ვინც ახართ იმათზეა ლაპარაკი თორე მანამდე ვინც იყვნენ გასაგებია ეხლა მაგაზეც ვილაპარაკეთ თქვენი ხედვა როგორ უნდა განვითარდეთ რა პერიოდში რა უნდა მოხდეს ბატონო ჩემო რა საშუალებებით უნდა მოხდეს დაწერეთ თქვენ გენაცვალეთ დაწერეთ და მოგვეცით საშუალება რომ წავიკითხოთ და თლათ უკეთესი იქნება თუ მოგცემთ საშუალებას რომ მონაწილეობა მივიღოთ მსჯელობაში პროგრამა მაჩვენეთ ქართული რაგბი როგორ უნდა განვითარდეს ვიღაცამ დაწეროს შეიძლება ეს არ არის ადვილი საქმე რთული საქმეა და დაგვიანებულიც არის, მაგრამ არა უშავს რომ დაგვიანებულია, ოდესღაც ხო უნდა გავაკეთოთ კაც. ხო, რა თქმა უნდა. ხო და დავიწყოთ მაგ საქმე და თუ თქვენ არ გყოფნით, ეგეც არ არის პრობლემა, ეხლა კომპეტენცია მაგისი არსებობენ ადამიანები, მათ შორის ქართველები, რომლებიც ამაში დაგეხმარებიან, გაუფორმეთ კონტრაქტი, დააკისრეთ პასუხისგებლობა, თქვენც აიღეთ თქვენი წილი პასუხისგებლობა და გვითხარით როდის რა უნდა მოხდეს და რა გზით უნდა წავიდეთ. ესე დიდი ნაკრები, აი ახლა ჩილეს მოუგეთ, იქ სამოას გადაუარეთ, იქ იმას. მე პატარა ნაკრებებს უყურებ. მთლიანად სათამაშო ინტელექტს დაცლილი თამაში. არ არის აქ ერთხელ ყავდა ჩვენ სხვათა შორის ერთ-ერთი გულშემატკივარი და მოწვეული თუ გახსოვთ ოთარ ზოიძე რომელმაც ილაპარაკა კულტურაზე, რაგბის კულტურაზე, აბსოლუტურად ვეთანხმები. აი ეს საფრანგეთის შესრულებით, რაც ვნახეთ, ზელანდიის შესრულებით, რაც ვნახეთ, ინგლისის, აი ეს არის რაგბის კულტურა. ეს არის მათი კულტურა. ჩვენი თამაში უნდა ვნახოთ, მაგრამ ამას ჭირდება ადამიანები, რომლებიც ამას გადახორციელებენ და მაგრამ სანამ ეს ყველაფერი ნება უნდა იყოს იმისი, რომ ეს დაიწეროს ფურცელზე, აღარ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. დაწერეთ და წავიკითხავთ რა. აი ეს არის ჩემი თხოვნა. მოგზალებით გთხოვთ ამას არ გიპირისპირდებით ბატონებო, არავითარ შემთხვევაში ყველას ძალიან დიდ პატივს გცემთ. ძალიან მიყვარხართ კიდევაც, მაგრამ გეუბნებით ახლა თუ რაგბზეა ლაპარაკი, თუ ამ გზით არ წავალთ, მაშინ ვიღაცა რო გეტყვის რომ რაღაცა რაგბისთვის ხო უნდა გაგეკეთებია და იქნება მართალი. აი ეს არის. ჩემი სათქმელი ხო, სამწუხაროდ ახლა ეს ყველაფერი რაღაც ინფრასტრუქტურის იმაში გადადის, რომ აი ამდენი სტადიონი, მაგრამ ნუ ახლა ამ სტადიონზე ვიღაცა უნდა მივიდეს, ივარჯიშოს და მე შედეგი მოგცეს და ეგრე იმაზე რომ მიხვალ თამაშზე უნდა გაგიხარდეს და ემოციებიდან დაცლილი უნდა გამოყვიდე. მაგრამ ინფრასტრუქტურა ფედერაციის საქმე როდის მერე გახდა ეს არის სახელმწიფოს საქმე. ფედერაცია უნდა იმუშაოს ინტელექტუალურად, პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და ასე შემდეგ. ახლა სტადიონების მშენებლობა ფედერაციის საქმეა. კი, მთავრობასთან ამ მიმართებით მუშაობა კარგია, მაგრამ ეს არ არის მთავარი რა. მთავარი არის იქ ვინ მოვა ამ სტადიონზე. ან მოედანზე და მერე ვინ მოდის იმაზე რა ქვია, სათამაშის საყურებლად რა. ეხლა
სოციალურ ქსელებს ადევნებენ თვითონაც თვალს და ნახულობენ გამოხმაურებას, ხო? როგორია? ხალხს მისვლა აღარ უნდა, მარტო ომს ხედავენ, თამაშს ვეღარ მით უმეტეს ეხლა ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა რა თქმა უნდა ამ იმაზე. ეხლა მესმის რომ ეხლა არ არის ეს რაგბი ჩვენი თამაში ამ იმეთორე სავსე უნდა ყოფილიყო, პატარა ბავშვები არ დადიოდნენ, პატარა მორაგბეები არ დადიოდნენ ესეთი გრანდების თამაშებზე რა და ერთხელ მე მგონი 5000 თუ მოდიოდა, კაი იყო რა. საერთოდ რა და იქაც მე მგონი ნახევარი ეს მოყოლილი მშობლები იყვნენ ამ გუნდების რა რომლებიც პატიოსდათ უყურებდნენ რა ხდებოდა როგორ ხდებოდა არა და ყველაფერი ვნახეთ რა აი ამ ჩემპიონატის დროს ევროპული გუნდები სამხრეთელი გუნდები ხო და ლევან მოდი ახლა მაგაში იმას ავქნათ რა და ფინალიც ეგეთი იყო რა სამხრეთი ევროპა რა 4 ერის გამარჯვებული და 6 ერის გამარჯვებული შეხვდნენ ერთმანეთს. აი, ბოლო ნაწილი რაც იყო, მანდაც ვიტყვი ჩემას, ინფრასტრუქტურაცაც შეეხება ბევრჯერ ვთქვი, ის მონოპოლია ქართულ რაგბში და ეგ ანგრევს და ეს ინფრასტრუქტურაც არის ამ ადამიანების დაკმაყოფილება რა და არ არის მთლიანად გაშლილი რა და ოფიცრები და რაღაცები მაგალითად მე სადაც მუშაობდი და მანამდეც არის რომ მოკლედ ის არის რა გამოყოფილი არის კონკრეტული გუნდები რაღაცა ჯგუფი და კლანი არის რა ქართულ რაგბში რა და ნუ იმაზე კი არ არის განვითარებაზე რეალურად ამ მონოპოლიის არ დაკარგვაზე არის რა და ის ინფრასტრუქტურას გაშლილი არ არის თორე აჭარაგურია სამეგრელოში ხა ის არ არის რა ნორმალური რაგბის მოედანი რა სადაც შეიძლება რომ კარგი რაღაცა თამაშები ჩაატარო რა და შეიძლება რომ ერთ ადგილას რა გააკეთო და რაღაცა ერთი მაინც არ გააკეთო და ეს გადასახედია აუცილებლად რა და ნუ ისე ვერანაირ ინფორმაციას ანუ რაც არ განვითარების გეგმაა დადო ხო ვერ იზავ თუ ადგილზე არ ჩახვედი და იქაური გადმოსახედიდან არ იფიქრე იქ შეიძლება თბილისში რაღაცა თვეში 20-30 ლარი დაგჭირდეს რომ საღამოს მიხვიდე და ვარჯიშზე სადმე სამოყვარულო გუნდში დაესრო რა, ნუ ივარჯიშო გაერთო. მაგრამ იგივე მოცემულობა რეგიონში არ არის მოწყვეტილია ტრანსპორტირება ის ანუ ერთი და იგივე აი იმას ვიძახი რომ ერთი და იგივე მიდგომით ვერ გააკეთებ რაღაცეებს იქ ბავშვების მოზიდვა თუ 1000 შემატკივრის ანუ ბევრი მიმართულებით ჩართულობას ვიძახი და იქ თუ არ ჩახვედი და რა პრობლემები არის და რეალურად არ გაიგე რაღაც მოკვლევა არ ჩაატარე ვერ გაიგებ მაგას და ნუ ახლა მარტო ოფისიდან ყავის არა ეს დეტალებია მინიმუმ მაგას ვიძახის ეხლა მიშა ამ იმის გამოქვეყნება მარტო იმას კი არ გულისხმობს იქ გულისხმობს აი ამ ადამიანების ჩართვას ამაში კაცო ესე კულუარულად რაღაცის დაწერა კი არა რომ აი ხა ჩვენ ასე გაუფრინდებით ამათაც კითხე რა ბარ საწვავი როგორ უნდა ამ ჩაასწროს ლევან ერთი სანამ ისა უნდა გავიცნეს გია სხვათა შორის ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც ძალიან მაღალი დონის გამოცდილება აქვს უკვე მიღებული და კარგი კვალიფიკაცია აქვს ჩვენი მომდევნო ეპიზოდის სტუმარი იქნება რა ერთ-ერთი ისეთი რომელიც შესაძლებელი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ასეთი პროგრამის დაწერაში და შექმნაში. ხო, ნუ როგორც გითხრა, ჩართულია, როგორც გითხრა, რომ ჩართული არ არის, ისე როგორც უნდა იყოს ჩართული. ჯერ ყოველ შემთხვევაში ეს არის აქვსენტი გიორგაძე ახლა. ვინც იცი, ახლა ძველებმა იციან და ნუ ახლები კიდე გაიგებენ. იმდენ ხას ვისაუბრეთ რომ მე სურპრიზად დავტოვე არა ვთქვი სახელი და არა თან ამან იმდენად საინტერესო პიროვნება თავის ცოდნით ამ გავლილი გზით რომ ერთი ეპიზოდი ამას არ ეყო და 2 ეპიზოდად ძალიან საინტერესო დეტალებს ამახვილებს მოდი აი მაგით ამთავრეთ როდესაც განვითარება და პირადი ინტერესები იყოფა ანუ ჯერ იკლაგდება ხოლმე და მე იმის მიხედვით რა და მაგას ჩემი კი რა ჩემი აზრი მაქვს და ნუ ეგრეა რომ ფაქტებიც არის. მოდი აი სოწლამდელები ვახსენოთ. მოდი უცებ ვნახოთ. ნუ საქართველოს თქვათ რომ არ იყო ის რასაც ველოდით, ბევრად უფრო ცუდი იყო, თამაშის ხარისხიც, შედეგიც, ნუ ბევრი აფელი არ ასასალაპარაკო ბევრი არ არის იმიტომ რომ უამრავი რაღაცა იყო თვითონ მომზადების დაგეგმა როგორ თამაშების და ამას ნუ გავარჩევთ უკვე გამოჩნდა ანუ აი შორიდან შევაფასოთ რომ მაგას ვიტყვი რომ რა მარტივად რა 12 გუნდში მე 12-ზე გავედით თამაშის ხარისხი არისო კარგი შედეგი კარგი არისო ნუ
აი შორიდან ეს ჩანს რა. ანუ მარტივად რო ესე და იქ რაღაცეები აუტი შეკინება, შეტევა, გუნდური დაცვა იქ უკვე მაგაზე ვილაპარაკეთ და ბევრს აღარ გავუყვეთ რა. რაც შეეხება მთლიან ჩემპიონატს, ну ძალიან სასიამოვნო იყო პირადად ჩემთვის რა. ბევრ მასტერკლასს დავესწარი, რამოდენიმე გუნდის ვარჯიშზე მოვახერხე რომ მოვხედრილიყავი. ძალიან ისეთი სასიამოვნო იყო რომ ეს მაღალი დონის ნელებთან პირდაპირ კითხვებით რა როგორ სამუშაო ის პატარ-პატარა დეტალები არის მნიშვნელოვანი რაც აუცილებლად ასახებია და ალბათ ეს შესაძლებლობა ქართული რაგბის განვითარებისთვის უფრო კარგად უნდა გამოგვეყენებია ადგილზე იყვნენ და თან ძალიან გახსნილები არიან რა. ზელანდიისნელი მაგალითად 1 საათი ელაპარაკა ესე პირდაპირ რაღაცეებზე. აფრიკასთან ერთად ვიყავით, სადაც ვიყავით, ოღონდ რამე კითხე რა. კი, საერთოდ ადამიანებს ახასიათებს ეგეთი. მე ჩემი დაკვირვებით ვამბობ, ლევანო, თუ იცი, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო გახსნილი ხარ ადამიანი. აი, როცა ილუზიას ქმნი რომ იცი, მაშინ ჩაკეტილობა გირჩევნია რა. აი, ესეთია რა ეს. და კაი, მაშინ გავყვეთლიან ჩემპიონატს, ფიქრობ რომ აი ძალიან ისეთი იყო. ცოტა აი ეს იაპონია და აი იაპონია ალბათ თლად იქით საგუნდი არ იყო, ალბათ ვიღაცებთან შეეძლო უკეთესად ესე მომეწონა რა, დაბლა ვინც გავიდა. ურუგვაი, ამერიკა ეს ადგილები როგორც განაწილდა. ისე დაალაგდა ყველაფერი როგორც არის რა. ძალიან ისე იყო მარტივად და ყველაფერი და ესპანეთსაც ვიტყვი რომ მაგრამ მაგ ადგილებში შეიძლება ჩვენ და ფიჯი ეს 4-ეული მეტნაკლებად ისე ვიყავით რა. მაგრამ რაც შეეხება იტალია, შოტლანდია, მაგალითად ჯგუფში რო ვნახეთ, იტალია ვნახეთ რომ კარგი იყო, ისე წააგო, მაგრამ ну შოტლანდია რა გუნდი ყოფილა, ზემოთ გავიდა და საუკეთესო ხუთეულში მოხვდა გუნდი, რომელიც წინა წლებში ალაფადამ ვერ ამოდიოდა, რამოდენიმე წელი იწვალა. ეს მოკლედ ასევე იტალიაზე უკეთესი გამოდგა, ირლანდია კი ჩვენთან ძალიან დიდი სხვაობა გამოვიდა იტალიის მაგალითად, მაგრამ და ესე რომ გავყვეთ ზედა ეშელონს ავსტრალია, უელსი, ისეთი არგენტინა იყო ჩემთვის. აი 4-ულამდე რა გუნდებიც იყო, აი მეხუთე მერვე. აი ისეთი ახალგაზრდულ ასაკში, აი ხიარული, კარგი, ჭკვიანური რაგბი, აი ეს რასაც უნდა თამაშობდა, ოღონდ ბოლომდე დაღვინებული ვარ. პატარა შეცდომი რაღაცები რაღაც. აი ხა გულში ვიყავი ზელანდია ინგლისის თამაში. ინგლისი მე მგონი იქ ჩარჩა იმ წითელ ბარათში, მოკლედ და ისა, მაგრამ პირველ ტაიმ მოუგო ზელანდიას და ზელანდიის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მეორე ტაიმი რაც ვნახეთ, იქ იყო ძალიან მაგარი ეპიზოდები და ალბათ ყველაფერს ერთიანად მოუყარეს თვალი, სასიამოვნო საყურებელი იყო. თვითონ გუნდი აი პიკში აიყვანეს ტურნირის განმავლობაში, მეხუთე თამაში გამოვიდა, აი პიკში იყვნენ რა. კი, რაღაც შეცდომებს უშვებდნენ იქ ბევრი. აი ფიზიკურად ეს არ იყო მონსტრი ზელანდია, აი კონტაქტის არეში მანდამაინც ვერ ჩაგრავდნენ, მოწინააღმდეგეს და ტექნიკურად ცდილობდნენ და აქ რა თქმა უნდა წუნი ბევრი ჰქონდათ. მაგრამ ნუ ბოლოში მაინც მესამეზე გავიდნენ ეს მაქსიმუმი იყო. ფრანგებს ვერაჯობეს. ფრანგები კი შეიძლება მოეგოთ ის თამაში, მაგრამ ფრანგები უკეთესი გუნდი იყო. ესე ფრანგებსაც შეეძლოთ მოეგოთ ფინალი, სხვათა შორის. სხვანაირად რო წასულიყო. ფინალი იყო ძალიან განსხვავებული. ერთ ცალკე სალაპარაკოა. ნუ ერთ სიტყვით ეს ინგლისი, ზელანდია და უკვე მოდი ახლა ფინალში შევეხოთ, სადაც სამხრეთ აფრიკა შეხვდა საფრანგეთს და მოდი აი მეორედ გახდა სამხრეთ აფრიკისგან რა ვნახეთ ახალი. ვიცით რომ უყვარს დომინაცია, კონტაქტის არეში, აუტი მოლიდა, ვნახეთ როგორ აი თავისი ძლიერი მხარე რაც არის, აი როგორ დეტალურად ჰქონდა ჩაშლილი და რამხელა ყურადღებას აქცევენ თუნდაც აუჩი კაცის აწევას. აი რამხელა პატარ-პატარა დეტალები იყო. აი ამ ეს მიმართულებები, აი თავისი ძლიერი ну რაღაც ძალიან მაღალ სიმაღლეზე ქონდათ რა, აი ძალიან ზემოთ არის წასული. ოღონდ ერთი თვალში მოსახვედრი რაც არის,
ეს კონტაქტის არის, დომინაცია, ყველაფერს აკეთებენ ძალიან სწრაფად. ან ცდილობენ რომ სწრაფად გააკეთონ. შენელება ფაქტიურად იშვიათია და ეს ქმნიდა ძალიან დიდ სხვაობას სხვა გუნდებთან რა. აი ყველაზე მეტი ანუ რაც განსხვავება იყო თორე სტილი ხო გასაგებია აფრიკის წლებია ეს არის ხო ვიცით რაც არის მაგრამ ტემპი რასაც აკეთებდნენ ძალიან სწრაფად აკეთებდნენ და საკმაოდ მარტო ის არისო რომ ეს დომინაცია კონტაქტის არეში და ამის გაგრძელებები ფანტაზია ანუ როგორი აკინომერი ყავდათ და გარეთ როგორი ბიჭება 12 რა სიჩქარეები არ ვიცი მოკლედ ალბათ აი თავისი თამაშის კიდე უფრო განვითარება ამ ინტენსივობის ხარჯზე, რასაც აკეთებენ, იმაში კიდე უფრო კარგები გახდნენ, ის უფრო ტემპში გააკეთეს და ძალიან დიდი სხვაობა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა იყო და რაღაც რა თქმა უნდა თამაშის ხარჯი მთლიანი დაბალი იყო, ისეთი არ იყო რაც ვნახეთ ამ გუნდების მთლიანობაში ესე რომ შევაფასოთ, ალბათ ერთი თავით მაღლა იყო ეს სამხრეთ აფრიკა სხვა გუნდებზე. ხო, ესე ფრანგები არ ვიცი, ძალიან მაგრად ცდილობდნენ რა. თვითონ ანგარიშიც მაგას მოწვავს. ესე იგი, ტაიმ ნახევარი ფაქტიურად 6-3 იყო თუ რაღაცა. აი ძალიან ისი ხო რა. აი სასწაული ლელო დაუდეს, საიდან წამოიღეს, იქ პატარა მონაკვეთში ხო, რაღაცა ძალიან ისეთი ანგარიში. ეპიზოდები, ფრანგებიც არ იყო ის რამოდენიმე წელი ხა 3 წელი მოიგო თუ არ ვცდები, ზედიზედ საფრანგეთმა ეს 20 წლამდელები და სასწაული გუნდი იყო იქ ასევე აი თვად ესეთი გუნდი არ იყო მაგრამ ეს იქ არიან პირველ გუნდში არიან ეს ტიპები ვინაც მოიგოს ბამბა და ჩვენთან ვინც იყვნენ რა კი და მოკლედ ლოგიკური მსოფლიო ჩემპიონატი იყო ერთი თვალში მოსახვედრი რაც უკვე ვთქვით რომ იყო ალბათ ძალიან ცუდად დაგეგმილი იყო ბევრი რამე რომ ხალხის რაოდენობა და ვითომ რაღაცები ესმის რომ გაბრაზებულები არიან რომ ხალხი არ მიდის და გაბრაზებულები ხალხზე ვერ იქნება, ესე იგი შენ ვერ აკეთებ რაღაცას კარგად, რომ ხალხი მოვიდეს რა. გასაგებია ჩემი აზრით ისიც ხა შეიძლება პატარა ისაა, მაგრამ 10 ლარი ერთი თამაში საყურებლად თუნდაც რაღაცა, საქართველოს პირობებში რაგბისთვის შეიძლება ზვირი იყოს და იქ შიგნით მე ყოველ შემთხვევაში მანდ იყო პროგრესი რა. არ იყო 100 როგორც წინა იმებზე იყო ხოლმე საგიჟეთი. მაგ ასეც ვიტყვი რა. ეგ დაიწყო იქ ტყემალაძის დროს რომ რაღაცა 25 წელში მსოფლიო ჩემპიონი და რაღაცეები ხო და ვითომ შეფუთვა და მე ამის გაყიდვა მაგრამ იმ 100 ლარიან ბილეთებს მე ჩუქნიდნენ და ეხვერწებოდნენ რომ დახედავდი მაგრამ აღარ მიდიოდა ხალხი არასწორი ის იყო რა ელემენტარული არის მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი რაგბი არ არის რომ რაღაცა უცხო გუნდები თამაშობდეს მიუხედავად მაღალი დონის და იქ ყველაფერი საკმაოდ ის იყო რა ძვირი არის ყოველ შემთხვევაში სარაგბო აუდიტორიისთვის ეგეც ერთ-ერთი პატარა დეტალი იყო. კი მე ცდილობდნენ რომ დაერეკათ ამ კლუბებში რაღაცა ბილეთები, მაგრამ თავიდანვე ეგრე ხო არ ხდება დაარეკავენ რომ ხვალ 50 კაცი დააკენე იმაში, რა ქვია, არასწორი პროცესები, რომელიც მიდის რაგბში, ქართულ რაგბში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. როგორც კი შეიცვლება და სწორად წავალთ, ხალხი მოვა. აუცილებლად, იმიტომ რომ საზოგადოება დაინახავს. რასაც შენ აკეთებ, იმას დაინახავს. იქ სადაც არ არის სიყალბე და ეხლა არ მინდა ვინმეზე ვილაპარაკო, მაგრამ სადაც არის გულწრფელობა და სადაც არის ცოდნა, იქ აუცილებლად ამ საზოგადოება არჩევს გადასარევს. კი, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი თამაში ყოფილა საქართველოს ჩემპიონატში. რომ რაღაც ორი გუნდი რიგითი ჩემპიონატის თამაში არაფერი ის გამორჩეული სავსე ყოფილა. და ეხლა რიგითი საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე რამაყურებელიც არის იმის ნახევარი კი არა მეხუთედი რო არ მოდის იმაზე ხო თან ესე დონე ერთადერთი იყო საქართველოს თამაშზე გასაგებია რომ
გულშემატკივრები, მშობლები, მეგობრები რაღაცა იქ შედარებით მეტი იყო. თუმცა მაინც ცოტა იყო მემკვიდრე. ძალიან ცოტა იყო. კარგი, მომავალ წელსაც ეს სოფლიო ჩემპიონატი გვინდა როგორც ვიცი რომ კიდე აქ ჩატარდეს და ცოტა აჭარაში არისო ლაპარაკი რომ ერთი ისა და კარგი იქნება რომ ჩემი აზრით აი 4 ქალაქი რომ ყოფილიყო თბილისი, თელავი მაგალითად ბათუმი, ქუთაისი, იქაც ხო შეიძლება კიდე ორ-ორი თამაში ჯგუფში ყოველ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა უფრო გაშლილიყო, იქ ვიღაცები ფოჩი ვარჯიშებდნენ, ვიღაცები, ანუ რეგიონებში რეგიონებში უფრო მიდის ხალხი საყურებლად, მაგრამ ეგ რეგიონებში არ შევა. გახსოვს ფიჯის რო ვეთამაშეთ ბათუმში? მე ავდექი სტადიონიდან და გავედი, იმიტომ რომ სუთქვის საშუალებაც კი არ იყო. ზაფხულში იყო ეს მეგონი აგვისტოში. კლიმატური პრიორიტეტს დადიდი ის დიდი ნესტია, სიცხეებია. ძალიან არ გამოვა რა. ხო, მან ბევრი დეტალია, მეც ვიცი რომ თვითონ World Rugby მაყოფილია იმ დონ როგორც ჩატარდა, ანუ სტადიონებით, სასტუმროებით, სავარჯიშო პირობებით, მაყოფილია და არ მიდის მაგაზე ლაპარაკი და ძალიან კარგი იქნება თუ კიდე ერთხელ კონკურენციაში არის ესპანეთი. ხო და ეხა ესპანეთს კიდე ცალკე ხო, იმას კარგი, მოდი ამაში ეს რაც ძალიან კარგი ღონისძიება იყო, უბრალოდ ჩვენი გულისტკივილი გვაქვს. ხო, მოდი ეხა და იმედია აწი მოიცლიან ეხლა რა. მოდი პოზიტივი ის რომ 7 კაცაზე ვთქვა 12 წლამდე მოვიგეთ ძალიან კარგად მარტივად მოკლედ ამოვედით რაღაც დავიდან 1-2 თამაშზე ინერვიულეს მაინც სულ ისეთი ბიჭები იყვნენ აქ რომ აი 18-ები მიდიან 15 კაცა იმაში რა ქვია სამხრეთ აფრიკაში მეგონი ტურნირს და იქიდან ვინც გაფართოებულში იყო არავინ არ იყო და იმად გარდა ვინც დარჩა იქიდან გააკეთეს სელექცია უფრო ისეთი გამოუცდელი ბიჭები იყვნენ და მარტივად კი 1-2 თამაში გაუჭირდა დიდი ანგარიშებით მოიგეს და ესე იგი ესე არის რა ეს 7 კაცა 18-ებში ესე არის ელიტა სადაც აი 2019-ის მერე აღარ ვიყავით რომ აღარ ვითამაშია და მაგიტო დაგვაქვეითეს მერე არის ალაფა 1 და ალაფა 2 არის გუნდები რაც დარჩებიანის და აქ გავიარეთ მომავალ წელს ვიქნებით ალაფა 1-ზე და იმედია იქიდანაც ავალთ მომავალ წელს ვედრო ელიტაში არც ეხა იქაც ელიტასაც გადავხედე ისეთი გუნდები არის საფრანგეთია დარჩენილი რა ხო და იქ ჩემი აზრით იქაც შეგვიძლია რომ 4-ეულში 3-ეულში და ვიჭიდაო თან უკანა ხაზელებისთვის აი იდეალურია მაგასაკში რა მაგას ვიძახით რა იმიტომ რომ უფრო სიტამამებს იღებენ კი მოკლედ მიულოცოთ მოვიგეთ ზემოწავედით და იმედია რომ ეს არ მორჩება ესე ამ ერთ ეტაპად და გავყვებით იმას რომ ისევ მოკლედ 7 კაცა მნიშვნელოვანია და თუ შეიძლება მე აქვე ვისარგებლებ მაშინ შემთხვევით და ძალიან გამეხარდა რომ ლუკა ხეხელაშვილი გახდა ერთ-ერთი მწვრთნელი ამ გუნდის და ჩვენ არაერთი წელი გვაქვს ერთად მე როგორც პედაგოგი მისი და ის როგორც მოთამაშე გატარებული ერთად და განსაკუთრებულად გამეხარდა და ულოცავ მას ამ წარმატებას. ნო დიტო კიკნაძე და ლუკა ხეხელაშვილი ახალგაზრდა ბიჭები რომლებიც ახალი ის არის რა ეს ახალი სისხლი ესე ხო რა მოტივაცია სამწნელო კი და ძალიან ისეთი კარგად გამოუვიდათ სტარტი და წარმატებები მათ მიულოცეთ ყველა ორაგბეს იქ ვინც საქართველოს წარადგინა ამ ტურნირს. კაი, მოდი ახლა საქართველოს მოდი ფონდის თემა ვთქვათ, რადგან რაღაც ინფორმაციები გამოვიდა, ესე იგი ესეთი ოფიციალური წერილი გავრცელდა, რომ სპორტის სამინისტროსი და რაგბის კავშირი ისე დუმს და თავისი აზრები, ну ფაქტიურად ამ შეხვედრების ის არის რა. ესე იგი დაახლოებით 3-4 თვე დაიწყო მოთამაშეებმა არაფერი არ იციან, ჩვენ გუნდში მაგალითად ვიღაცებმა თავი დაანებეს, მოგი წავიდა უცხოეთში, ანუ ძალიან თულად მიდის პროცესები, რომ
ინფორმაცია არ აქვს რა, ყველაზე ცუდი ეგ არის და ძალიან ცუდი რაღაცები ვრცელდება, რომ ვისაც უნდა თავი დაანებოს, ავიდეს რაგბიდან, ვინც დარჩება იქიდან, ეს არასერიოზული მიდგომაა და მან ეთყობა ამ ადამიანების კვალიფიკაცია რა. არ შეიძლება რომ ეს არ ითქვას, რადგან ესე არ უნდა მოექცე ქართულ საკლუბო რაგბს, იმიტომ რომ მაგაზე მე ცოტა სხვა მიმართულებით გადავალ და რატო ჯობია ესე. მოკლედ ესეთი რამე გავრცელდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება. ველოდებით ეხლა რომ თარიღები, კალენდარი როგორ, რანაირად, ბევრი ინფორმაცია კიდე მიუწვდომელია და იანვრიდან იქნება ეს ფონდის ისა. ისიც არ არის დამტკიცებული, რომ უეჭველი იქნება და კლუბებს თხოვენ, რომ დეკემბრის ჩათვლით კონდეს ხელშეკრულებები სტაფთან, მოთამაშეებთან. ცოტა ის არის, ეგეც ქაოსი არის, მაგრამ ამ ეტაპზე არის ეს ინფორმაცია. და ამიტომ მოდი ამაზე ბევრს არ ვიგე უბრალოდ. ერთადერთი ჩემი აზრით, რაც სოფლიო რაგბში, სოფლიო სპორტში მიღებული პრაქტიკა არის, უნდა გაიყოს ეს ლიგა და ესა რაგბის კავშირი. ანუ ნაკრები და შიდა ჩემპიონატი, რომ მეტნაკლებად პროფესიონალური საკლუბო სისტემისკენ ვინც მიდის, როგორც არის NLR არის საფრანგეთში, პრემიერშიპ რაგბი არის იქ და სხვა სპორტებს აღარ გავყვებით რა, იდეალური მაგალითი არის. სადაც რაგბის კავშირის ევალება სანაკრებო, აკადემიები, რეგიონი, სამოყვარულო, მასობრივი სპორტის სახეობები, მსოფლიო რაგბის პროგრამები და მსგავსი მიმართულებები, რაც შეეხება ამ ჩემპიონატს, ანუ ლიგას ან რასახელსაც დაარქმევ, ესენი თვითონ ჩემპიონატი, რაღაცა 3-5 კაცი არ უნდა რა სასაული ისა, რომლებიც თავს ზრუნავენ შიდა ჩემპიონატის განვითარებაზე, მარკეტინგზე, ტელევიზიაზე თუ აი ბევრი მიმართულებით და აუცილებელია ძლიერი ჩემპიონატი. მე საბოლოო ჯამში მოგცემს, რომ გეყოლება აუცილებლად ძლიერი ნაკრები. ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულებით ძლიერი კლუბი რა არის, რომ ერთი ზემოთ ხო არ არის, ზედა კაცთა გუნდი, ძალიან ჩაშლილი არის ასაკობრივები და აქ შეუძლია რომ თავისი რეგულაციები გაატაროს რაგბის კავშირმა, რომ ის რაღაც რამოდენიმე პრიორიტეტი ქართული რაგბისთვის რაც არის, ის იყოს დასაკმაყოფილებელი და დანარჩენი მიცეს თავისუფლება ამ კლუბებს, რომ თვითონ განვითარდეს, იმიტომ რომ წლებია მარტო ეხლანდელი პრეზიდენტი არ არის, მანამდეც სულ პრობლემაა ეს საკლუბო რაგბი და აქაც ვერ განვითარდა რა, ესე რომ ვთქვათ და მიდის შევამციროთ, დავამოკლოთ, ისა და ფაქტია რომ ვერ უძღვება ამ საქმეს, ვერ აკეთებს კარგად. და რაც არის მიღებული პრაქტიკა მთელ სოფლიოში, ოღონდ კლუბებმა აიღეთ რა ინიციატივა ხელში და გამოიჩინეს და შექმნით ეს ლიგა, ესე ვთქვათ რა. რაღაცებს კი არა ძალიან მაგ მიმართულებით მე არა მარტო, ანუ ცდილობენ ის, მაგრამ აქ როგორც თქვი, ძალიან მოგუდულია ის ზედა ისა და როგორც წესი, ეგ უნდა მოხდეს აუცილებლად. მაგას ვიძახიათ, ეგ თუ არ რაფორმით მოხდება, ეგ არ არის რა რთული მაგის ის უამრავი მაგალითი არის. ხო, არ არის კაცო კონფრონტაციას აუცილებელი, კაცო, ჩხუბით და იმით ხო შეუძლებელი ლოგიკით და პრაგმატულობით უნდა მოხდეს. იმიტომ რომ წლების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერ მოხერხდა შიდა ჩემპიონატის ქართული საკლუბო რაგბის განვითარება. კონკრეტულ რაღაცა და არც ამაზე მუშაობა არ ყოფილა საერთოდ. მოდი ესე ვთქვათ. ხო და მოდი ქვემოდან უნდა გააკეთოთ ინიციატივა. მე ხა მიშა გაგახსენებ რა ჩვენ დროსაც ჩვენ ვიყავით ხელმძღვანელები, ერთ-ერთი პრეტენზია ეგ იყო, რომ თქვენ აი შიდა ჩემპიონატს ვერ უზრუნველყოფთ კარგ ორგანიზებას რა და მაგაში ვეთანხმებოდით, იმიტომ რომ ეხლა მაშინდელი რესურსები, გინდა ფინანსური, გინდა ადამიანური, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ნაკრებზე მიმართული და კავშირის გაცხადებულიც ხონდა რა, რომ თავარია ჩვენ გავისროლოთ, სოფლიოზე მოხვდეთ, ეს გამოვიდა და მაგაში ვეთანხმებოდით, ესე ვთქვათ, ჩვენ ოპონენტებს, უბრალოდ მართლა არ გვეცალა და ეხლა, როდესაც უკვე ასე თუ ისე ფინანსური სტაბილიზაცია არის, ინფრასტრუქტურული სტაბილიზაცია არის,
იდეების ნაკლებობა ხო და დამთავრდა მივიდა ისევ იქ რა და აი შენ რასაც ამბობ რომ 25 წელი გავიდა და ისევ იქავართ რა მიუხედავად ამდენი რაღაც რაღაც მე ესე უყურებ უნდა რომ კონტროლის ქვეშ ყავდეს ეს ისე გავიგე, ხო. არ გამოდის ეგრე რომ იქ მარჩევნები კლანი რაღაცა მოდი მაგაზე მოვჭეთ ლაბარაკს ნუ ეს არის ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი წარმატებული სარაგმო და სპორტული საერთოდ ქვეყნები როგორ აკეთებენ და ნუ ერთ-ერთი ყველაზე ისეთია რა არ არის კალკა აუცილებელი კაკაო რეალობა შეიძლება მოარგო მაგრამ გავაგზელებ ისევ იმას რასაც შენი ძახი რა რომ ერთად დაილაპარაკეთ რა კლუბებთან ერთად დაელო კლუბების ინტერესია შენი ინტერესი არის ბოლო-ბოლო რომ იქ მიიღებ მე შედეგს ხო ნაკრებში მიიღებ ეს რო კარგი გექნება და კლუბები ამიტომ ეუბნები რა აიღეთ ხელში ინიციატივა კლუბებმა რაღაცნაირად არ ვიცი ოღონ ისე რა ძირ გამომთხრელ იმას ნუ მიმიცემ ხასიათს არა მე ანუ ეს არის რა ლიგა ცალკე ორგანიზაცია არის გასაკეთებელი რომელიც თავის განვითარებაზე მოკლედ აიღებს პასუხისგებლობას და აქ იქნება ჩართული მთლიანი საკლუბო ეს პროფესიონალური მაქსიმუმ არის დიდი 10 პირველი ლიგა რეგიონალური განვითარება სამოყვარულო ეს არის საფერჩება ოღონ იქიდან მე რაღაც კრიტერიუმებს აკმაყოფილებ აქ რომ შემოგვიდე და როგორც არის დისკუსიის საგანია და ხო შეიძლება ამის დალაგება მაგაზე ცალკე ისჭირდება ხო შეიძლება ამის დალაგებადია კაი მაშინ გავყვეთ სანაკრებო მხარეს ესე იგი მესამე ტური იყო ესე იგი არის ნაციონალური თასი და ჩემპიონშიპი და დავიწყოთ საქართველოს ნაკრებმა მოიგო მესამე მატჩი და ყველაზე ისეთი დამაჯერებელი იყო ანგარიშით მიუხედავად იმისა რომ ნუ ჩილე ალბათ ცოტათი დაბლა დგას ვისაც სამოაზე და იქ ურუგვაიზე მაგრამ ძალიან მარტივად მოვიგეთ თლიანი თამაშის განმავლობაში ლიდერობდით სხვაობა დიდი იყო რა თქმა უნდა შეიძლება ხარისხი დიდი არ არის მაგრამ ლელოები ისეთი გაუშვით რომ მაგრამ ის თითქოს ცდილობთ რომ რაღაცა მომენტებში ბურთის ამ მოძრაობას ეგ ჩანს სხვათა შორის მაგრამ ნუ კლასი რაღაცები არ ყოფნის მაგის გასაკეთებლად მაგრამ ფიქრობ რომ ეგ სწორია ეს ცდელობა, იმიტომ რომ ცდელობა თუ არ გექნება ამ ბურთის მოძრაობის და ღია თამაშის აწყობის ცდელობა, აი ერთ დღესაც უცებ და გამოვალთ და მაგარ აქვს ვითამაშებთ, ესე არ იქნება. ნუ ამისთვის ხო არ მაპატია, ხო არ გეჩვენება რომ ჩვენი ცენტრები ცოტა შენელებულები არიან. ანუ ის სისტრაფეები, რომელიც აი ამ თამაშს ჭირდება, მათ არ აქვთ. ქიანად აი ეს რო შევადაროთ, ალბათ უკანა ხაზელების უნარები ჩამორჩება მსოფლიო რაგბის სტანდარტებს და არა მარტო იგივე, ბევრად ისეთი ტექნიკურები არიან თუნდაც ესპანელები, პორტუგალიელები, აი მეორე ეშელონის ქვეყნების მოთამაშეები ამაში ჩამორჩებით, თუნდაც მათაც. ნუ ფიზიკური დომინაცია გვაქვს ეს ჩანს, მაგრამ უკანა ხაზის ეს ხო, გარეშე ვერ ვითამაშებთ, კი, შეტკინებაც კარგია, მძლავრები ვართ, მაგრამ იქაც ისეთი ინტენსიობა აი აფრიკა რო ვთქვით მაგალითად, კი, ცოტა შეიძლება ვიღაც ცუდი შედარება არის, მაგრამ ნუ ყველაზე კარგს უნდა შეედარო. კი, დომინაცია მანდამაინც ეხა მე მაგალითად არ მიყვარს ესეთი განსაკუთრებით აფრიკული რაგბი, მაგრამ მაინც ასიამოვნო გახდა, რომ ტემპი მიცეს ამ თავის ამ კონტაქტის არის მომგებ თამაშ, ყველაფერს ცდილობენ რომ საფად გააკეთო. საფად რო გააკეთო, გჭირდება რომ კონტაქტის არეში უფრო მობილური იყო, დაბალი პოზიცია გქონდეს, ბევრი არ იხმალაო და ნაკლები დრო გქონდეს ორთაბრძოლაში. იმიტომ რომ როგორც კი ორთაბრძოლაში დიდი ხანი ჩები, რა თქმა უნდა, ყველა ბურთი პირველი იმიდან იწყება რა. აი მე მინდა ერთი გავიხსენო ერთი მომენტი, სანამ ესა რაგბში ერთი მომენტი ჯერ კიდევ მე პრაქტიკოსი მთელი ვიყავი, შემოიჭრა ტერმინი თმენა. მახსოვს კარგად, თმენა. და ვფიქრობდი ამ თმენაზე, აი სამხრეთ აფრიკის მაგალითი თმენის, როგორ შეუძლიათ
საკუთარ თუნდაც 22-ში წითელ ზოლში ამ დიდი ხნის მანძილზე დგომა, აი ესე მტკიცეთ, მაგრად და ფიქრობენ ამ დროს იმ შანსის გამოყენებაზე, რომელიც აუცილებლად მიეცემათ. ისეთ განან. აი ნიკა მაშინ ესეთი რაღაცა გითხრა ამაშუკელმა, რომ არის ემოციური ინტენსივობა. ესეთი ტერმინია რა, ესე ტერმინებით ოპერირებული რა, ეხლა თანამედროვე რაკში. ეს ემოციური ინტენსივობა ზუსტად აი ეს მომენტია რა და საოცარი ემოციური ინტენსივობა ახასიათებს აი ამ გუნდს სამხრეთ აფრიკას. აპატე გაგაწყვეტინე. ხო და ანუ საქართველოს ნაკრებს რა ბოლოსკენ რო წავიდეთ 3-დან 3 თამაში, ახალი მოკლედ 1-1000 შემდეგ მოკლედ აქედან გადავალ მე ამ ტურნირის სხვადასხვა გუნდებზე და თამაშებზე. აქ ვარ დომინანტები და შეგვიძლია რომ მანამაინც აი შედეგი არ გაგვიფუშდება რომ მეტი მცდელობა გქონდეს ღია თამაშის თუნდაც ვეძებოთ ის ახალი ბიჭები თამამად ვენდოთ რაღაცები რომ ვიღაცეები იქნება თუნდაც 2-3 ბიჭმა რაღაცა გარკვეულ პოზიციებზე ბევრი რამე შეიძლება შეგიცვალოს თამაში მაგრამ თლიანობაში ჩანს რომ აშკარად ეს ქვედადონია ერთი-ორად სტატისტიკაშიც რო შეხვალ იქ საკმაოდ განსხვავებულია ერთი სიტყვა ტემპის მხრივ სათამაშო იქ შეცდომები ბურთის კარგვა ბევრი რამე ჩვენ ამ ბოლო თამაში 100%-იანი შეტკინება და აუტი ქონდა ჩვენი ბურთი ეგეც მნიშვნელოვანია ერთ სიტყვით კარგი შედეგის მხრივ წარმატებული იყო სამივე თამაში მოვიგვეთ და უკვე შემოდგომაზე გვექნება ის რომ აქ უმასპინძლოთ ამ ევროპელები იღებენ უკვე სამხრეთიდან რა შეიძლება სხვა თამაშებს ერთს დავამატებდი რა მართალი ხარ ეხლა შენ ეხლა ეს ჩემთვისაც ნათელი იყო რაღაცა ხელით ავთამაშდით დავიწყეთ ბურთის ჩატანა ჩამოტანა აქეთ იქით ორივე ფლანგზე მაგრამ ამას აუცილებლად უნდა დავამატოთ უკან ხაში კიდე მოძრაობა და თვითონ მოთამაშეების გადაადგილება იმიტომ რომ მარტო ჩატანა ეხლა ამ გუნდებთან შეიძლება საკმარისი იყოს რომ იქ უპირატესობა ანუ ყველა საფიხელი უწყვეტობა იმპროვიზაცია აი ეგეთი რაღაცები უნდა ამას დაემატ ის რომ ჩვენ ახლა გაგვიხარდა აი რა დღეში ვართ უბრალოდ მე წარმოგიდგენია გაგვიხარდა რომ ერთხელ ჩავიტანეთ ორჯერ ჩავიტანეთ მე ველოდავდეთ და აუ რა მაგრამ თამაშ რა ცოტა უნდა ესე ვთქვათ გულშემატკივარს რომ უკვე სიამოვნება მიიღოს რა და გამოხმაურებებიც ამ თამაშზე სოციალურ ქსელში დაახლოებით ეგეთი აუ მე მგონი ძლივს ავთამაშდით და რა თუმცა ეგ რა თქმა უნდა საკმარისი არ არის ეხლა წავიდეთ ზემოთ ხო წავიდეთ ზემოთ რა კარგი ანუ ამ იმას ესე რომ გავყვეთ ამ ლიგას თას გამოჩნდა ესეთი გუნდები მაგალითად ჰონკონგი რომელმაც ურუგვაის მოუგო გასვლაზე 42-40 და მე 7 კაცა ვიცოდი ანუ საერთოდ არიან ორი გუნდი შეერთეს წარმომავლობა რო აქვთ ეხა ავსტრალიელები ბრიტანელები არიან და ძალიან ისეთ სწორ აქვს თამაშობენ ანუ სისტემურ ტაქტიკურ განსწავლულები არიან და ამაში მოუგეს ურუგვაის 40-42 რამხელა ანგარიში ჩილესთან კი წააგეს და მაშინ სტატისტიკას მაინტერესებდა ეს ჰონკონგი იმიტომ რომ ცოტათი წააგეს და თამაშის აი ბურთის კონტროლი რაღაცებს ჯობდნენ და აქ მათთვის ეხა სერიოზული წარმატებაა იგივე გამოსარჩევია ამერიკა მოუგო ესპანეთს. ხო. თან ისე იყო რა, ესპანელები უგებდნენ იქ და ბოლოში მოახერხა, გადატეხა და ძალიან კარგი ლელო დაუდეს. ეს უკანა ხაზის კარგი მოძრაობით და ეს უწყვეტი თამაშით. ხო, ბავშვებშიც გამოჩნდა, რომ ცდილობენ ეგეთ თამაშს. კი, რა. რამდენად გამოსდით სხვა არის, მაგრამ ცდილობენ. ვაკეთკენ უნდათ რომ წავიდნენ, მაგრამ ამერიკელებს და სხვა პრობლემები აქვთ, არ არის რა ეს ესეთი პოპულარული რაგბი. პორტუგალია მოუგო ტონგას გასვლაზე, აი უფრო მეტნაკლებად და რუმინეთმა მოუგო სამოას. რუმინეთმა მოუგო სამოას. რომელზეც ჩვენ დიდი ის ქონდა. ძალიან კაია რუმინეთი თუ ამოიქაჩება. მაგრამ სამოა ეხლა ისეთი გუნდი იყო. ამ ლიგაში მოკლედ ჩვენთან ამ თასი მოკლედ რა, თასი ნაციონალურ თასში
მეტნაკლებად თანაბარი გუნდები არიან, ჩვენ ვართ გამოკვეთილები, აშკარად ჩანს, რომ ერთი თავით ყველაზე წინ ვართ, ან ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ ბევრი კარგი მორაგბე ევროპელებთან ხო მოგვიწევს თამაში შემოდგომაზე, ხო? კი, გამოჩნდება. მოკლედ ბევრი კარგი მოთამაშეს გვაკლდა, სავარაუდოდ შემოდგომაზე ყოლება, იმიტომ რომ ძალიან რთულია, რომ აი დიდი სეზონი რო გაქვს top 14-ის პროდეორში და ესა და რო ჩამოდიხარ და მე კიდე მოგზაურობა, გზელი გზები გადაგაცეთ. როგორც წესი ქართველ მორაგბეებს ნაკლებად აძლევენ იმის საშუალებას, რომ ეს აღდგენები მეტნაკლებად მოახერხონ. აი ნინის ტრავმა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ გადაღლა ქონდა. ესეთი სეზონი ლა. ძალიან ცუდი იყო, რომ იმედია არ იქნება სერიოზული, ზუსტად რაღაცები დაიწერა, მაგრამ ოფიციალური ის ჯერ არ არის და იმიტომ რომ ყველაზე ისეთ გამოჩეული მორაგბე არის და ხო, აი ეგეც ახლა ვარჩ, ესეთი რთულია, კაცო, ის მექიმა რაღაცა, მაგრამ გამოავზავნოს, რომ ხა გადარებულია, ახლა ნინიაშვილი დაინტრა თან პირველ წუთებზე, თან არის შეიძლება ჯერ არ აქვს კარგი გამოყენება შეიძლება იქ არის რომ თუ ფეხი მაგალითად ეგრევე გასივდა ეგრებიან მოსაგებია მაგრამ ოფიციალ შეხოთ აი ისე ვიძახე ოფიციალური ცნობა არის ანუ რეგბის კავშირის დაწერა რომ ნინიაშვილს მოვიდა ფრანგული მასე იყო ლაროშელმა ისევ ლაროშელმა არიქა ნინიაშვილი ნახოთ აბა რა იქნება კარგი მოდი გადავიდეთ ზედა 12-ულზე თუ რამე ამ ცვლილებამ კარგი იყო იმისთვის იყო ზედა 12 ну თამაშის ხარისხი 6 მაგარი თამაშის ხარისხი უფრო გაიზარდა მოდი ცოტა იმიდან გავყვეთ აი ფიჯი მაგალითად შოტლანდია ტაიმი მოუგო ხო ტაიმი მოუგო და მე ნუ 26 კულად გაუკეთა მეორე ტაიმში და შოტლანდიას მაგრამ იკვირდა მეთქი რა ხდება და მარტივად მოუგო მაინც მაგრამ ნუ დასაწყისი კარგი ქონდა ერთი გამოსარჩევია რომ რაღაც ეს მიხარია რომ ახალზელანდიელები თითქოს დაბრუნდნენ შეამცირეს აი ზედმეტად ეს ფეხით თამაში უფრო ფეხით თამაში ისეთი ფეხით თამაში აქვთ რომელიცაც იყენებენ ბურთის მოსაპოვებლად წინსვლისთვის და ასე შემდეგ აი მაგალითად აი ბოლო მსოფლიოზე იყო 2023-ში აი ესე ცუდი ფილოსოფიის კონე ზელანდია საერთოდ რაც მახსოვს არ ყოფილა და ამოვიდა და აღმასვლა და ეხლა აი თლიანად გადახალისებულია შეიცვალა და მე მგონი ბრუნდება აი შეტევაზე ორიენტირებული ზელანდია განსაკუთრებული სიჩქარეები ეს უკანა ხაზის ძალიან მაგარი მოძრაობა მუშაობა და ვიხილეთ ბოლო თამაში ყველაზე კარგი მარტივად მოუგეს მაგრამ ეხა სერიოზული გამოცდა კი მაგას ეხლა აფრიკაში უნდა წავიდეთ 40-21 და ნუ კარგი არის ეს რომ სოფლიო რაგბისთვის რადგან სამხრეთ აფრიკა ზედმეტად ისე ერთი თავით მაღლა დგას ისა და კონკურენტუნარიანობა რადგან ზელანდია დაბრუნდა არის საფრანგეთი ისე კლასიკა და ეს სამი გუნდი ვიტყოდი რომ მაინც თუმცა ავსტრალიასაც ეთყობა რომ მომატებულია და ავსტრალიამ აი ამ ირლანდიასთან წინ მიდის რა კი ბოლო თამაში ყველაზე კარგი გამოუვიდა და იტალია პირიქით ძალიან გაუჭირდა და 57-10 მოუგო იქ საერთოდ ძალიან დამთავრდა იქ კი ძალიან დიდი სხვაობა იყო იაპონია საფრანგეთსაც უყურე რომელიც რაღაცა მომენტებში აყვა იაპონია ფრანგები ცდილობდნენ სულ გაშლას ღია თამაშს კაი სასწაული მომენტები იყო ეს უწყვეტი და იაპონიაც მიყვა და ლელო გაუფუჭდა რომ კარგიში ბევრი შეტევა გაუფუჭდა სადაც ლელოს გატანა შეეძლო რა თქმა უნდა ესენი არ არიან რა ესეთი ინდივიდუალურად უჭირდათ ისა და ბევრი შეცდომები ჰქონდათ, მაგრამ იაპონია მაინც თამაშობს. კი, ცდილობენ, თამაშობენ. სანახავად შვენიერია, კაცო.
უელსი ისევ აღმასვლა არის აუ თან ბოლოს როგორ დამთავრდა იაპონია რომ მოძრაობს უბურთოთ მე მგონი ეს არავინ არ მოძრაობს ან სასწაულად მოძრაობს ანუ სულ ეს ცხოვრების უპირატესობას ქმნიან ამ თავისი სირბილის ხარჯზე და ასის კულტურა კონტაქტშიც იციან რომ დომინაცია მანდამაინც სადაც ვერ ეკნებათ იქ მოხერხებულები არიან დაბლამიდიან ამით რაკს მეტ სიჩქარეს აძლევენ, ჭკვიანური გუნდია რა და ის ჭკვიანურად თამაშობენ აი თავისი რესურსების კარგად გამოყენებას ცდილობენ. კარგი მასწავლებელი ყავს. კი, გიგონს საუჭის ეგ. და ყველაზე ისეთი თანაბარი თამაში იყო არგენტინა ინგლისი. მოახერხა ისე არგენტინა ცოტა დაბლა წამოვიდა ამანდა მაინც ხო რაღაცა პრობლემა აქვს რა. კი. კი მოიგეს ერთი თამაში, მაგრამ ორი ერთი გამორჩეული. ხო, მაგრამ ამ თამაშზე არის ერთი ამბავი ატეხილი. 24-31 კი. საჯის გადაწყვეტილებაზე და ნუ ეხლა მე უცხოურ ასაიმებზე ვნახე და ნუ ძირითადად ხალხი იძახის ეს გულშემატკივრები, რომ ბოლო-ბოლო გაგვაგებინეთ რა, საჯი ვინ არის მოედანზე რა. და მთავარი მსაჯი თუ ისა რა ქვია, ვიდეო რეფერი რა, იმიტომ რომ ნუ აი იმ შენაც მოყევი ეხლა ახალგაზრდული გუშინდელი ტური რა. ჯერ ვერ მივხვდი რა ბლოკი მიცეს დაინახეს საფრანგეთმა რო ლელოდადო. ხო, იქ რაღაცა სწაული იყო. 5 ლელო გადაამო, 5 ლელო არ ჩაითვალა. და ეს ამბიც 10 ნომერი ზელანდიის. რატო არ ჩაუთვალეს? აფრიკის. ხო, აფრიკის. ხო, ის ისე რო გადახტა რა ბოლოს. ხო, აფრიკის. ხო, იმაში რატო არ ჩათვალეს? ნუ ეხლა სტადიონზე ცოტა რთულია, ეხლა მეც ვიყავი და ვერ იქ ვერ გავიგეთ რა. გასაგებია რომ არ უნდა ახტე, იმიტომ რომ ჯარიმდები, იმიტომ რომ ხის არის რა, უსაფრთხოების მომენტი მუშაობს. ანუ შენ არ უნდა გააკეთო ნახტომი, მაგრამ იმით არ გაუკეთებიან ნახტომი, ბოჭვა გაუკეთეს და ისეთი რამე მოცელეს, ხო? არ ვიცი რა. ხო, აი ეგ მომენტი რაღაცა ძალიან ისეთი. იქნება არ გვეთანხმების. არგენტინა, ინგლისიც, ანუ ვთქვათ, რომ ყველაზე ისეთი თამაში იყო, რომ მოკლედ მეტნაკლებად ახლოს თამაში იყო და ანუ ინგლისელებმა მეტნაკლებად წარმატებული იყო ის, მაგრამ აიც უფრო კარგი შემადგენლობა ყავთ ვიდრე რაც თამაშობენ ინგლისელები. თან პრემიერშიპის გულშემატკივარი ვარ და განსაკუთრებულად აი რომ შეუძლიათ სხვა ისა და ვნახოთ. აი მაშინ ტენდენციებზე ვთქვათ ეგ. ერთი რაც გამოჩნდა, თუ შენ ღია თამაშს თამაშობ, ცდილობა გაქვს მარტივია დამცველი გუნდი რომ დაჯარიმდეს. უფრო რთული გახდა თავდაცვა, ისე ყრუ დაცვაში ჩადგე და უბრალოდ გზელი ფეხი ორი და დაცვიდან და ისა, ნუ თითქმის წარმოუდგენელია მსგავსი თამაში. აი ბავშვებზეც ხო ეგ იმას სამსოფლიოთაზეც ხო ეგ იყო. კი. თუ არ ვწდები, ყველაზე მაღალი შედეგიანობა იყო ეხლა რა. კი, აი დიდი ხანი საშუალო იყო 76 თუ რა. თუ გახსოვთ, აი წლების წინ რომ 20 ფაზა 25 ადიოდა და რაღაც თამაშები იყო, რომ 3 წუთი და ის და არ ჯარიმდებოდნენ და მსგავსი რამეა წარმოუდგენელი. არ იყო ეგეთი ტემპი. ანუ იცვლება იქითკენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხდება შეტევა. კი. ინდივიდუალური უნარების განვითარება, აი აქ შეტევისთვის აი რაც არის რა მნიშვნელოვანი რომ ინდივიდუალური უნარები, გადაწყვეტილების გადაწყვეტილება, მიყოლა, ტემპი, აი სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. კიდე რო ვთქვათ რა, რომ აი ვთქვათ იგივე ახლა მაყურებელისთვის რომ უფრო გასაგები იყოს. ტემპში არ გულისხმობ იმას, რომ უფრო სწრაფი მოთამაშე, ახლა მოთამაშე უფრო სწრაფად დარბიან. არა. გუნდური მოქმედება უფრო სწრაფად ხდება, უფრო შეთამაშებულად. ეს იძლევა ტემპს. აი, რომ ვთქვათ, სადღაც თამაში კი არ ჩერდება, მაგრამ ჩერდება 2 წამი, 3 წამი, მეტი არ. მოკლედ რაგბი მიდის იქითკენ, რომ სანახაობა უფრო წინა პლანზე გადმოდის. და უფრო ვითარდება. შესაბამისად ის ფეხით თამაშებიც ხა მანდამაინც ეს უაზროთ ის რო იყო ბოქსკიკები, შენელება ის
ნაკლებია უკვე თუ შევხედავთ ის ფეხით თამაშიც არის უფრო თამაშის გასახსნელად. კი. ძალიან გამიზნულია. კი, ანუ აი ზელანდია მაგალითად ახალგაზრდებში რასაც აკეთებდა, იგივე ინგლისთან უტია შეუტია, არ გამოვიდა, იქ ფეხით ეცადა წინსვლას, არ გამოვიდა. აიძულა რომ გზელი დაერტყა, ისევ ღია სიტუაცია შექმნა, ისევ ანუ აი მსგავს პინგ-პონგები თითქმის არ იყო რა, 1-2ჯერ იყო მე მგონი. ან თამაშის გასახსნელად არის და კარგია ეს. ძალიან საინტერესო ხედვები გაქვს ლევან, ძალიან მომწონს რა. ზუსტად აი ძალიან მნიშვნელოვანია შენ ახლა რასაც ამბობ. უფრო გამიზნული არის ანუ შეტევას რომ დაამატო კიდე მოუმატო შეტევას. ანუ თავ სხვანაირად არ ურტყავენ ფეხს რა. თუ ეს შეტევას არ ჭირდება. ხო და აი მაგალითად აი იგივე ადრე რამოდენიმე წლის წინ იყო აი საშინელება იყო ეს ბოქს კიკები. დააყენე იქ და რაღაცა მომენტები იყო, ვიდეოები იყო ცოტა ისეთი საღადაო. კი, ჩვენ ახლა იქა. ჩვენ ახლა და მე ერთი სხვა შორის ის წესი რომ აი 5 წამი და მე შეკინებით რო იცვლებოდა, მაგან ხელი შეუწყო, მაგრამ რაღაცა პერიოდი გუნდებს დასჭირდათ გადასაწყობა და ძალიან რომ გაამკაცრეთ კი რაღაცებში არ ვეთანხმებით იქ საჯობას, მაგრამ მაინც მომწონს ის რომ დაცვაში თუ ხარ დიდი ხნის განმავლობაში აი წარმოუდგენელია რომ შედეგი დატო რა. მოკლედ შეტევა უფრო მეტად ფასობს რა და ეს კარგია რა ეს სპორტისთვის აი ნეიტრალური მაყურებელი მოვა სტადიონზე და სხვანაირად იქნები ძალიან ტრიბუნები. მე მგონი აი ხა ნიკამ ხო იმსაჯა ეს სერიები და რაღაც შევეცადოთ რომ ნიკასთანაც გავისაუბროთ მაგაზე. კი, რა თქმა უნდა, საჯობაზე ქართული მსაჯები იყვნენ და საბა მახარაძე გამოვყოთ რომ გამოვიწყდა მინდოდა ჩემპიონატიდან ძალიან მომწონდა ეგ მსაჯი, იმიტომ რომ აი ტემპი რაც არის, კარგ ფიზიკურ ფორმაში არის და უჭირავს. და შეცდომებზე და იმას არ ვიყახი, ანუ ერთი აი ფილოსოფია რაც სწრაფი თამაში, სანახაობა ისა ტემპში აყოლა შეუძლია. ისეთი მსაჯი არის და აქაც შეულებრივად არანაირად რაღაცა ისა თქონია. რატომღაც იგნორი გამოგდის რაღაც ამ მსაჯების მიმართ და ახლა მადლობა შენ რომ ეს თქვი წამოჭერი საბა მახარაძე გვესდება კიდე ნიკას მერე გვესდება საჯებისთვისაც აი ვფიქრობ რომ პირველი არის ფიზიკურად კარგად უნდა იყვნენ რომ ტემპში აყოლა შეძლონ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის იმ საჯობა, ძალიან რთული. რო ვერ მიასწრებს და მაგიტომ დავსწრებს, ეგ არ გააკეთო. თუ ჭკვიანი და გამოსილი მსაჯი არის, მაგას ისე აკეთებენ, რომ ტემპი დააგდონ თამაშზე და თან გამართლებულად რა და კი და ეს კარგი არის ეს საბა და მედია რომ სხვა მსაჯებიც აი პირველი მაინც ფიზიკური მისი მზადყოფნა არის რომ რაც უფრო ფიზიკურად კარგად ხარ, მე ადვილად იღებ იმ გადაწყვეტილებას რომ ეპიზოდებს აღარ ჩამორჩები. მაგალითი ისეთი აქვს მოწონდა ჩვენი აბულაშვილი. კი. ძალიან მომწონდა რა, ეხლა იმის აი წინა როსაც მსაჯობდა და ეს. აი ხა დღეს რო უყურებ, ესე მგონია რომ ცოტა წონა აქვს ზედმეტი. ანუ მსაჯსაც აქვს მნიშვნელობა, ეგ ცოტათი მგონია რომ წონა. რაც ნიშნავს იმას, რაც ეხლა შენი ლაპარაკე, შეიძლება მაგ აზრით გამოვიდეს მოედანზე რომ ტემპი დააყოს. აი საბასი აი ერთი მე ძალიან მომწონს ის არის რომ ძალიან ცივსისხლიანია. საქართველოს ჩემპიონატში ცოტა არიან ცივსისხლიანი საჯები, რომლებსაც აი გავლენას რო ფაქტიურად ვერ მოახდენ და აი მაგ ხრივ აი აბულაშვილი. არა და გვაქვს ტენდენცია. კი და ძალიან ისეთი და ადვილი არ არის საჯობა რა, მაგიტომ ყველა ერევა იმიან მოთამაშიან მსვლელიან და მაყურებლიან. რაოდენობა არის ერთი აი ვისურვებდი რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი თუნდაც საქართველოს ჩემპიონატი ცოტა არისონ რა, იმიტომ რომ თუნდაც იქით არის რომ მარტო დასავლეთის საჯების საჯობენ, აქეთ აღმოსავლეთის ერთგარემოში და განვითარებას ნაკლებია. ის მასწავლებლებიც უფრო აქეთ არიან, იქით ნაკლებია და თლიან დასავლეთში რაგბის განვითარებაზე აისახება. ეგ აუცილებელია. კარგი ბიჭები არიან იქაც. და დასავლეთი უგებს ამ აღმოსავლეთს. სადა ჩემპიონები მიხდებიან დასავლეთში ხდები, დასავლეთი გუნდები ხდებიან და მეგონი არა, ნუ გავიგე. მე თლიან ბავშვთა ფესტივალი და ამას ეს აუცილებელია რომ
მოახდინონ აი ეს როტაცია, რომ თუნდაც საქართველოში უცხო გარემოში მსაჯობა, რომ ქუთაისელი თელავში რომ იმსაჯებს ან თბილისელი ფოჩი ან ბათუმში დაბალ დონეზეც ვიძახით, სადაც აი არ ჩანს მაინც ეს არ არის ამოწეული, რომ ნაკლებად მიდის საუბარი და არა და იმ ბავშვები მე რომ გვიკვირს ნაკრებებში ცოტა რომ რაღაც მანდარი მნიშვნელოვანი, რომ ეს პირველ რიგში თამაში კარგი რომ შედგეს, საჯობა მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მიულოცოთ რა საბას ესე კარგი მსაჯობა და სოფლიო წლამდელების თავარი მოკლედ ძალიან კარგი იყო წარმატებები მას. Კაი ხალხო, არ ვიცი ახლა რამდენად ოპტიმისტური იყო ჩვენი ეს ეპიზოდი. მე ცოტა სხვანაირად. მე გეტყვი შენ ოპტიმისტური რატო არის, რომ ამაზე დაბლა ვერ ჩახვალ რა. ხო, ეკი. აი მაგ პონჩი ოპტიმისტურია, იმიტომ რომ ეხლა ზევით თუ წახვალ თორე მეტი ქვევით სადღა უნდა წახვიდე. იმედი ვიქონიოთ, რომ მაგეთ წავალთ. მადლობა ლევან, ეს შენ თანამშრომლობისთვის, ესე რომ მოიცალე ჩვენთვის და ეს 5 ეპიზოდი ესე კარგად ჩემი აზრით მშვენივრად გავაკეთეთ შენთან ერთად. აუცილებლად ცოტა შემოდგომაზე მე კიდე დაგიძახებთ, იმიტომ რომ იქით თუ გესტუმრებით. ხო, იქით გესტუმრებით. დასავლეთში თან მაგასაც ვიზავთ, კი ბატონო, იმიტომ რომ რეგიონებში თქვენი თვალით რომ ნახოთ. კი, მაგიტომ გვინდა ჩვენ ზუსტად აი სხვათა შორის აი ესეთი პატარ-პატარა ისინი არის რა გუნდები ის ქობულეთში დაიწყეს ჩაქვი არის წლები უკვე კარგად მუშაობენ იქ ბათუმშია რა თქმა უნდა იქ ახლოდან იქ გულები სამეგრელო რაღაცა და ეს კერები რატო ვიძახი ანუ მაინც სოციალურად ანუ სოციალური სპორტი არის რაგბი და მნიშვნელოვანია და არიან ცოტა სხვა ტიპის ადამიანები, საიდანაც ვფიქრობ თუ ავითვისებთ ამ რეგიონებს ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული უნარების მქონე მორაგბეები გვეყოლება და ამათი გამოჩენაც მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახლა მეც ეგრე მწამს, უბრალოდ ზუსტად აი მაგიტომ წყალტუბოს აყავს ძალიან კარგი სკოლა ასევე, ვფიქრობთ ამის გაკეთებას, აუცილებლად გვინდა რამოდენიმეჯერ უკვე მოვახერხეთ. ზუსტად მაგიტომ გვინდა ჩვენი მაყურებლის დახმარება და მცირეოდენი დონაციები, რომ ეს მარტივად შევძლოთ ამის გაკეთება. მადლობთ რომ გვიყურეთ, გამოგვყევით, გამოგვიწერეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ტექნიკური შეცდომის შესახებ, რომელიც ჩვენ მოგვივიდა. ანგარიში, რომელთაც შეგეძლო დონაციის გაკეთება, პოდკასტის აღწერილობაში იყო არასწორი, ეს ახლა გასწორდა. თვითონ ვიდეოშიც და QR კოდით სწორი ანგარიშია მითითებული. თუ ვინმე ისარგებლა იმ ანგარიშით, გთხოვთ მოგწეროთ ან Facebook-ზე, ან თუნდაც აქ კომენტარებზე, რომ ჩვენ შევძლოთ ამის ყველაფრის გამოსწორება. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის.